რიგში აღნიშნავ, რომ ეს შეთავაზება არის საკმაოდ კომიკური, როდესაც ის მოდის იმ ძალის მხრიდან, რომელიც ზუსტად 6 წლის წინ გაექცა დებატებს, აბსოლუტურად ყველა ფორმის დებატს გაექცა, რომელსაც ჩვენ არაერთხელ თავაზობდით, მათ შორის მისდამი ლოიალური არხების და პლატფორმების გამოყენებით დებატში მოსვლას და მე მინდა საზოგადოებას შევახსენო მამუკა ხაზარაძე, ლელოს თავმჯდომარე მივიდა ერთხელ ლიუბლიანას ქუჩაზე იმედთან და მოითხოვდა ღია ეთერი მიეცათ იმისათვის, რომ იქიდან წამოსული სრულ დიზინფორმაციული ნაკადისთვის ეპასუხა მათივე ეთერში ყოველგვარი ესე იგი ჭრის და რედაქტირების გარეშე და რა თქმა უნდა ეს არასდროს არ მოხდა ხო ჩვენ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში კამპანია თქონდა მაგრამ ეხლა ასე გრიგოლ ასე რომ არ ხდება ეხლა თან იმედზე ჭიშკართან მისულ კაცს რომ ტელევიზიაში არ შეიყვანენ ცხადია ეხლა თუ იქნა მათი მხრიდან თქვა შემოთავაზებული სხვადასხვა არხებზე და პლატფორმებზე არ არის თემა დიახ არა დავასრულებ ჯერ თუ შეება ნახეთ აქ თქვენ ხო კარგად გესმით რომ ჭიშკართან მისვლა ეს მაგალითი არის ხო იმისა რომ პარტიის თავმჯდომარემ ამ ზომით ამ ფორმით და ამ მასშტაბით უთხრა რომ ის მზად იყო სადებატოდ მაგრამ ბუჩქებში დამალული ქოცები არ იყვნენ მზად სადებატოდ აი ამაზე მაქვს საუბარი ხო იგივე ქოცები რომელმაც ფაქტიურად მთელი პოლიტიკური სპექტრი დააპატიმრეს და ახლა კიდევ ერთხელ ემუქრებათ ახალი რაუნდი პატიმრობისა. და აი ახლა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გამოდის და გვეუბნება თურმე შუა საუკუნეების ევროპაში ყოფილა ესე თქვა გერმანიდან მარტო ეს დაამახსოვრდა, ხო? იმიტომ კონსტიტუციას რა გაუკეთავ ხედავთ, საგარეო პოლიტიკურ კურსს რა გაუკეთავ ხედავთ, ამ ქვეყნის დემოგრაფიას დამართავ ხედავთ და ეთქვა ის დაამახსოვრდა, კიდევ კაი ერთი რაღაც მაინც დაამახსოვრდა, ხო? და უთხარით ეს ყველაფერი ოცნების წარმომადგენელს პირდაპირ ეთერში. საკამათო მეტყვი კიდევაც, მაგრამ ერთ წამს მინდა გიპასუხოთ, როგორ კომიკურია, ხო? კომიკურია, თორემ მე 6 წელია ამას ვითხოვ. 6 წელი ამას ვითხოვ და გიჯდები ისე მიყვარს დებატები. ნებისმიერ ხოცთან ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ რეალურ თემაზე მე პირადად გეუბნებით. ყოველ შემთხვევაში რომ ვედებატო ნებისმიერ ნორმალური რაღაცა შესაბამისი ადეკვატურობის მქონე, ესე იგი, ხოც ნებისმიერ ძირითად სერიოზულ საკითხზე. ოღონ, ნახეთ, ეს არამც და არამც არ უნდა გახდეს რაღაცა პროპაგანდისტული საკვები რეჟიმისთვის და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად. და მე ვფიქრობ კოლეგების გამოხმაურებებიც მოწმობს იმას, რომ მათ ძალიან სწორად აქვს ასევე გააზრებული ის, რომ ქოცები შეესწრებიან ასეთი რაღაც გამოიყენონ პროპაგანდისტვის. ანუ პროპაგანდისტულ თემებზე, აი მათ მიერ შექმნილ თემებზე მე ვერ ვხედავ ვერანაირ დებატის ვერც საჭიროებას, ვერც სურვილს და ვერც ხალის. მაგრამ თუ დებატი ეხება ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას, რა დამართეს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, როგორ მოხდა, აბა რა ლამაზი ხარ ირაკლი, ამაზე ხომ არ იქნება დებატები, ცხადია, რომ იქნება რაღაც კონკრეტულ აქტუალურ თემებზე. ქოცური როგორ არა არა აქტუალურზე არ იქნება ქოცური პროპაგანდა არ არის აქტუალურ თემებზე მომართული აქტუალური დიანა მოგეხსენებათ არის ადამიანებს შეიათ აქტუალური არის ყოველი მეოთხე ბავშვი შეიაზე და ფასებზე თვითონ დაიწყეს ლაპარაკი გრიგოლ რაც ამ ქვეყანაშია როდის დაიწყეს ამაზე ლაპარაკი მე შეგვიძლია შეგახსოვთ მე მაგაზე ლაპარაკობ 2019 წლიდან მათ პირველად ამაზე რამე თქვეს 2024 წელს ისიც ისეთი კოშმარები თქვეს აი არ მახსოვს აგვარია ეს კაცი რაჭველი დეპუტატი ერთ-ერთი ბავშვებს არ შივათო რომ გვიყვებოდა აი არ შივათ ყოველ მეოთხე ბავშვს ამიტომ ძალიან მძიმე პრობლემები აქვს წლებია და როდის დაიწყეს ლაპარაკი ამ ნაბიჯი გადაიდგა აღარ შეა ყოველ მეოთხე ბავშვს აღარ გარბის ამ ქვეყნიდან ყოველი მეორე ადამიანი არ გვაქვს დემოგრაფიული კოშმარი და კატასტროფა ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი იბადება, ვიდრე გვეკარგება. და ვინც იბადება და იზრდება, მათი დიდი უმრავლესობა უკვე მიდის ამ ქვეყნიდან. ანუ ამ ქვეყნის თანასპონსორი, თანაინვესტორი აღარ იქნება. აი ამეებზე თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რატომ და რა პირობებში გადაეცემა 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა ჩემთვის გაუგებარა ჯგუფებს და რატო არის ეს გასაიდუმლოებული, მაშინ როდესაც ტრიპის ესე იგი შეთანხმება, ხო? აი სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი გზის შეთანხმება არ არის გასაიდუმლოებული და წანიშირო თურმე კორპუსები უნდა დადგან ეგ არის უდიდესი კალიბრის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული სახელმწიფო საიდუმლო. აი ესეთ ფარში ვცხოვრობ და თუ რეალურ თემებზე იქნება დებატი, მაგრამ მე ეჭვი მაქვს ისინი რეალურ თემებზე, როგორიცაა ეკონომიკა, როგორიცაა შემოსავლები, როგორიცაა ფასები, როგორიცაა დემოგრაფია, როგორიცაა რა პირობებში ცხოვრობს ადამიანები ავარიულ სახლებში, როგორიცაა პერსპექტივის უქონლობა, როგორიცაა ინვესტიციების
დავარდნა, როგორც არის ამ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის სრული გაპარტახება და იავარქნა, ამას დავარდნა აღარ ქვია. ეს არის გაპარტახება, ესეთი განადგურებული ქართული ეროვნული იმიჯი და თვითმყოფადობა არასოდეს არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თუ რომელიმე ქოცი გაბედავს, რომ ბუნაგიდან და სოროდან, რომელშიც ეხლა არის მიმალული ბოლო 6 წელია, გამობრძანდეს და ღია ეთერში დაჯდეს, სადაც იქნება თავისუფალი დებატის ცხადია ცივილიზებული, მაგრამ თავისუფალი და არა ზოგიერთ არხს აქვს რაღაცა, ესე იგი 9 საათში ერთხელ რო გიწევს საუბარი და სანამ მიადგები და ქოც ოპონენტს რამეს ეთქვი, არავის აღარაფერი აღარ ახსოვს. არც იმ ქოც, არც შენ, არც მაყურებელს და მართლა რაღაცა 4-დან ეგეთი არა. თუ ნამდვილი დებატი იქნება ნამდვილ თემებზე, მაგრამ მე მეეჭვება ვიმეორებ, რომ ამისი შნო მათ გააჩნდეთ, თუ არაფერს თქვენი არ გააჩნიათ, არც ერთ ძირითად თემაზე, მაშინ მობრძანდნენ, ჩვენ ძალიან გვიყვარს პოლემიკა, გვიყვარს ფაქტები, გვიყვარს არგუმენტები, გვიყვარს სიმართლე, რომელიც არის ძალიან დიდი ხანია ჩვენს მხარეს და მე გულისხმობ ქართულ ხალხს და რომელიღაც პოლიტიკურ ძალას მობრძანდნენ თუ ამის შნო აქვთ და ვიდებატოთ, მაგრამ ამისი შნო მათ არა აქვთ. ისინი ნახეთ თუ არა, ახლა მე ხო არ ვიცი, აი წესად ვიტყვი. ისინი შექმნიან ეგრეთ წოდებულ დებატერს რაღაცა შეთითქმულ პროპაგანდისტულ საკითხებზე, ხო? რაღაცა უფრო იდენტობის საკითხებზეც აიყვანენ, ვითომ კონსერვატიულ საკითხებზეც აიყვანენ, ამათი კონსერვატიზმი არ გაიშვა, დააქციეს ყველაფერი კონსერვატიული და ყველაფერი ეროვნული, ყველა ქართული ეროვნული. გიგო, კიდევ ერთი თემა მინდა მოვასწროთ, ეს არის ოპოზიციური მანიპულირებას ეცდებიან. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ამ ველზე, რაღაც კოორდინაციაზე დაიწყო საუბარი, ლელოსთანაც გვაქვს ლაპარაკიო, ასეთი იყო მათი განმარტება. თქვენ ხართ თუ არა ამ კოორდინაციის ჩამოყალიბების შესახებ კონსულტაციებში ჩართული, რა ფორმით, როგორ ზოგადად ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ? ხო, დავიწყებ იმით, რომ ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის იყო ღია, მსგავსი ტიპის ფორმატებისადმი. ჩვენ პრაქტიკულად ყველა მსგავს ფორმატში მონაწილეობდით და ზოგიერთ მათგანში სულ ბოლომდე დავჭით კიდევაც, სანამ არსებობდა ეს ფორმატები, მაბატონო, სანამ შესაძლებელი იყო იქ ყოფნა და გარკვეულ პოლიტიკურ პროცესში ყოფნა, ჩვენ ამავე დროს გამოსულავთ არაერთი ინიციატივით, მათ შორის საერთო სახალხო პარლამენტთან დაკავშირებით, ისე როგორც ბოლო არჩევნებზე ერთიანი კოლგით ბრძოლის თაობაზე, რაც მამუკა ხაზარაძემ თქვენი არხის მეშვეობით განაცხადა არჩევამდე რამდენიმე თვით ადრე, ამიტომ ჩვენ და კოალიციური ტრადიცია ხო გვაქვს და გვაქვს რა ძლიერი საქართველო, რომელიც ახლა ვახსენე და რომელიც არის ჩვენი რა თქმა უნდა ოფიციალური სახელი და შინაარსი ძლიერი საქართველოს კოალიციას. კი ბატონო, ახლა თუ გაქვთ მზაობა. ნახეთ დიახ, კოორდინაციის მზაობა გვაქვს და კოორდინაციის და საერთო ძალისხმევის და აქ მე არ გულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ასევე გულისხმობ საერთო პოლიტიკურ და სამოქალაქო ენერგიას, მოდი ასე ვთქვათ, გაერთიანებულს, საერთო ძალისხმევის გარეშე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ცვლილება ვერ დადგება, ამიტომ ჩვენ ძალიან მოხარული და ღია ვართ, რომ ვიყოთ ასეთ კოორდინაციის ერთობებში და საერთო ძალისხმევებს შევუწყოთ მაქსიმალურად ხელი, რაც შეეხება დღეს გაჟღერებულ ზოგიერთ კიდევ სხვა ინიციატივას, მაგალითად საერთო პოლიტიკური ორგანიზაციის, ანუ ერთი პარტიის მარტივად ვიტყვით შექმნასთან დაკავშირებით, ეს არ არის იდეა, რომელიც ჩვენთვის რაიმე ინტერესს როგორ ვთქვათ ატარებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული პარტია, ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული სუბიექტი, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა იმისა, რომ რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ფარგლების გარეთ, იმისთვის რომ მივახციოთ ქართველი ხალხისთვის სასურველ მშვიდობიან პოლიტიკურ ტრანზიციას, ვართ მზად რომ ვეთანამშრომლოთ კოორდინაციის ფორმატში, კოალიციურ ფორმატში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს, მაგრამ ერთიანი ქოლგა ისე და ისე არ არის ჩვენთვის ცხადი იდეა და ჩვენთვის საინტერესო იდეა. რაც შეეხება უშუალოდ კოორდინაციას, ეს ორი სხვა იდეა არის, ხო, რაც ახლა ტრიალებს, ხო, ვთქვათ, ერთი დღეს მოვისმინეთ, ერთი უფრო, ესე იგი, წინა პერიოდშიც მათ შორის, ხო? რაც შეეხება კოორდინაციას, აქაც, რა თქმა უნდა, გვჭირდება ძალიან ცხადი, კაფიო და წინასწარ შეჯერებული სტრატეგიული ხედვები, იმიტომ რომ და ეს მე ხშირად ვთქვი ამ დღეებშიც, თუ რამე პრობლემა იკვეთებოდა, ვთქვათ, წინა
წლებში და გასულ წელს კონკრეტულად ეს იყო ყოველთვის ის, რომ თელ რიგ ტაქტიკურ და სტრატეგიულ შინაარსებზე არ არსებობდა წინასწარი შეჯერებული ხედვა. რაც ნიშნავს იმას, რომ პირველივე მოსახვევში, პირველივე турბულენციის ჟამს ძალიან ხშირად ხუხულაცავით ჩამოიშლება ხოლმე ესა თუ ის ერთობა და მე მინდა ისეთი ტიპის კოორდინაციის ფორმატი ვნახო, რომელიც აღარ გაიმეორებს 25-ის შეცდომებს, არამედ თვისებრივად განსხვავებულ ახალ ეტაპს შექმნის ჩვენ საერთო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ბრძოლაში და ეს გულისხმობს იმას პირველ რიგში, რომ ჩვენ გქონდეს ძალიან კარგად შეჯერებული სტრატეგიული და ტაქტიკური ხედვა და ვიყოთ ერთ ხაზზე ფუნდამენტურ საკითხებზე თუ არა ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე. და ამიტომ ასეთი ტიპის ერთობის შანსი თუ იქნება კოორდინაციის ფორმატში და არა პარტიული ერთობის, ჩვენ ვიქნებით დაინტერესებული. აი პარტიული გაერთიანება რაღაცა გაუგებარი ქოლგის ქვეშ ჩვენთვის არ არის საინტერესო. კი ბატონო, მადლობა. მადლობა გრიგოლ გეგელიას, მე მას დავემშვიდობები.